და კიდე ბევრი შემოგვიერთდება. ნამდვილად. სტუდფესტი 2026 საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება. გახსნის ღონისძიება კი ხორციელდება ქალაქ რუსთავის მერიის. აპლოდისმენტები. გთხოვთ. ჩვენს ყველა მხარდამჭერს უწყებას გვინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ მხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა. ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება არაერთი აქტივობა კულტურის, განათლების და სპორტის მიმართულებით. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სტუდფესტი 2026 ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა რეგიონში, რაც პროექტის მასშტაბურობის კიდევ ერთი დასტურია დიას. სანამ ფესტივალს ოფიციალურად გახსნილად გამოვაცხადებთ, სცენაზე მინდა მოვიწვიოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. გთხოვთ. ასევე სცენაზე გვინდა მოვიწვიოთ დედაქალაქის მერი ბატონი კახა კალაძე. სცენაზე გვინდა მოვიწვიოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი გივი მიქანაძე. გთხოვთ. და აგრეთვე გვინდა მოვიწვიოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მასპინძელი ქალაქის რუსთავის მერი ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. გთხოვთ აპლოდისმენტები. შევეგებოთ. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ყველას მინდა მოგილოცოს სტუდფესტის გახსნა. ძალიან მიხარია, რომ 2014 წლიდან ყოველ წელს ტარდება ეს ღონისძიება და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. მადლობა ყველას ორგანიზატორებს, თბილისის მერიას, რუსთავის მერიას. მიხარია, რომ პირველად რუსთავში წელს იხსნება ეს ღონისძიება. განათლების სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. წარმატებული სტუდფესტი მინდა გესურვოთ. მოგესალმებით, საღამო მშვიდობის. მეც რა თქმა უნდა, უერთდები მილოცვებს. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა არის შეკრებილი დღეს საღამოს და ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა. ენერგია მომავლისა. და მინდა წარმატებები გისურვოთ ყველაფერში. სასიამოვნოა ისიც, რომ სხვადასხვა რეგიონების, სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტები შეიკრიბა და წარიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ ამ მნიშვნელოვან ფესტივალში მონაწილეობისთვის. მადლობა გითხრათ, წარმატებები გისურვოთ. მადლობა მინდა ასევე გადაუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, განათლების სამინისტროს. ბატონო პრემიერო, მადლობა მხარდაჭერისთვის. 2014 წლიდან იმართება აღნიშნული ფესტივალი და ყოველწლიურად იზრდება ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა და წელს 20,000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. წარმატებები და გამარჯვებები მინდა გისურვოთ ყველას. მოგესალმებით, მართლაც საამაყო დღე არის, იმიტომ რომ ტრადიცია გრძელდება და არათუ გრძელდება, არამედ დღეს გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ის შედეგები, რაც წლების მანძილზე დაგროვდა. დავინახოთ ის, რომ ინტერესი იზრდება, უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა, უფრო მეტი რეგიონი საქართველოსი ერთვება და რაც მთავარია, უფრო მეტი უნივერსიტეტი მომზადებული ერთვება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. ამასთანავე სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება თავის სტარტს იღებს სწორედ ქალაქ რუსთავში. ქალაქში, რომელიც ახალგაზრდული ქალაქია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლესი განათლების მიმართულებით, რუსთავი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, რამე თუ საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის რუსთავთან სიახლოვეში აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალაქ თბილისის მერს, მერიას, საკრებულოს, ქალაქ რუსთავის მერს, ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი მადლობა გადაუხადო ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მთავრობის მეთაურისგან გვაქვს და რა თქმა უნდა ტრადიციულად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოველთვის იყო ამ პროცესის მხარდამჭერი და ჩართული ვიყავით და ჩვენ ყოველთვის ამ პროცესის გვერდში მდგომი ვიქნებით. ბევრ წარმატებას გისურვებთ, ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება გელოდებათ და რაც მთავარია, წელს ახალი სიახლე ის გვაქვს, რომ დასკვნითი ღონისძიება თბილისში ძალიან დიდი მარათონით დასრულდება ეს სტუდენტური ფესტივალი და დარწმუნებული ვარ, რომ
მთელი საქართველო არა მარტო ახალგაზრდა ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ამ მარათონში, იმიტომ რომ შეზღუდული არ არის მონაწილეობა და მხოლოდ სტუდენტებით, ახალგაზრდებით და უნივერსიტეტებით არ შემოიფარგლება. ბევრ წარმატებას გისურვებთ და ბევრი სასიამოვნო დღე გაგეტარებინოთ ამ ფესტივალის ფარგლებში. მართლაც საოცარი შეგრძნება ყოფილა, როცა შენს ქალაქში ამდენი ახალგაზრდა გაერთიანებული. მოგესალმებით, ძვირფასო, ჩემი ქალაქის სტუმრებო, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად ერთი ძალიან ლამაზი ახალგაზრდული დღე და საღამო გავატაროთ. ბატონო ირაკლი, მადლობა იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს ქალაქს აქვს. სწორედ ეს შესაძლებლობაა დღეს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გავაერთიანოთ ათასობით ახალგაზრდა ჩვენს ქალაქში. ახალგაზრდებო, თქვენ ხართ საქართველო, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღეც და მომავალიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფესტივალს არ ეყოლება ერთი ან ორი გამარჯვებული. ის რომ დღეს ათასობით ახალგაზრდა ჩვენს ქალაქში გაერთიანდა და დამეგობრდა, ეს ყველაზე მთავარი გამარჯვებაა ჩვენი ქალაქისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ყველანი ერთად ვართ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქალაქ რუსთავიდან, შეგახსენებთ ფესტივალის სტუდფესტი 2026 გაიხსნა. შეეხება დღის სხვა თემებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის